ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები. ესაიას 33 თავის პირველი მუხლი. ვაი შენ, აოხრებელო, რომელიც არ ხარ აოხრებული. ვაი შენ, მოღალატევ, რომელიც არავის გაუცია. როდესაც შეწყვეტ აოხრებას, თვითონ აოხრდები. როდესაც შეწყვეტ ღალატს, შენს გიღალატებენ. ისტორიულად უშუალოდ ეხებოდა ასურეთის იმპერიას და მის მეფეს, სენაქერიბს. ქრისტეს შობამდე 700 პირველ წელს ასურეთი იმ დროის უძლიერესი, უსასტიკესი და დაუმარცხებელი სამხედრო მანქანა იყო. აი როგორი იყო მაშინდელი ვითარება. პირველი ნაწილი, ისტორიული კონტექსტი და წინასწარმეტყველება, ვერთი, ისტორიული ვითარება, დაპყრობები და ტერორი. ასურელებს უკვე განადგურებული ჰქონდათ ისრაელის ჩრდილოეთ სამეფო. იპყრობდნენ უამრავ ხალხს, ძარცვავდნენ და აოხრებდნენ ქალაქებს. იერუსალიმის ალყა. სენაქერიბის ჯარი მიადგა იუდას სამეფოს და ალყა შემორტყა იერუსალიმს. იუდას მეფე ხეზექიამ სცადა ასურელების მოსყიდვა და გადაუხადა უზარმაზარი ხარკი, ოქრო და ვერცხლი. თუმცა ასურელებმა პირობა დაარღვიეს. ხარკიც აიღეს და მაინც იერუსალიმის სრულ განადგურებასა და დამორჩილებას ითხოვდნენ. 2. რატომ უწოდებს წინასწარმეტყველი მათ აოხრებელსა და მოღალატეს, რომელიც არ ხარ აოხრებული? ასურეთს იმ მომენტში არავინ ედავებოდა, არავის დაუმარცხებია ის ძლიერების პიკზე იყო და თავი შეუვალად მიაჩნდა, რომელიც არავის გაუცია. ასურელები თავად არღვევდნენ ყველა ხელშეკრულებასა და ზავს, როგორც ხეზექიას შემთხვევაში ქნეს. 3. წინასწარმეტყველების არსი. ესაია ამბობს, რომ ბოროტებას აქვს თავისი გარდაუვალი ზღვარი. ასურეთი ფიქრობდა, რომ სამუდამოდ გაგრძელდებოდა მათი თარეში, მაგრამ ღვთიური კანონზომიერება ასეთია. როცა ასურეთი დაასრულებს იმ როლს, რაც მათ სხვების დასასჯელად ჰქონდათ, თავად გახდებიან მსხვერპლი. როგორ აღსრულდა ეს? უახლოეს მომავალში. ბიბლიური ჩანაწერისა და ისტორიული წყაროების თანახმად, იერუსალიმის ალყა კატასტროფით დასრულდა ასურელებისთვის. ჯარში გავრცელდა ეპიდემია თუ მუხანათური დარტყმა და სენაქერიბი იძულებული გახდა უკან დახეულიყო. მოგვიანებით მას თავისმა შვილებმა უღალატეს და მოკლეს. შორეულ პერსპექტივაში. სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულში, ქრისტეს შობამდე 612 წელს, ასურეთის დედაქალაქი ნინევია ბაბილონელებმა და მიდიელებმა ზუსტად ისევე გააძარცვეს და გაანადგურეს, როგორც ასურეთი ანადგურებდა სხვებს. მეორე ნაწილი, ისტორიული კანონზომიერება და თანამედროვე ბოროტების იმპერია ესაიას. ეს სიტყვები მხოლოდ ასურეთით არ შემოიფარგლება, ეს არის ზოგადი, უცვლელი სულიერი და ისტორიული კანონი, რომელიც ყველა ეპოქის ტირანიას ეხება. 1. იმპერიათა მსგავსება. ყველა სასტიკი იმპერია, რომელსაც თავისი ძლიერების პიკზე დაუმარცხებელი იმიჯი აქვს, გასაოცრად გავს ერთმანეთს. იწყებენ დაუსჯელობის განცდით, ტერორით, ძალადობით, მეზობლების აოხრებითა და საერთაშორისო პირობების დარღვევით. სჯერათ, რომ მათი ძალაუფლება სამუდამოა, ხალხთა ჩაგვრა უსასრულოდ გაგრძელდება და სამართლიანობის კანონები მათზე არ ვრცელდება. 2. გარდაუვალი ფინალი. მათი დასასრულიც იდენტურია. როდესაც ისინი ამოწურავენ ნგრევის რესურსს, შეწყვეტენ აოხრებას, პროცესი უკუღმა ტრიალდება. იწყება შიდარღვევა, ღალატი, გადაღლა, გარდაუვალი დაცემა და ზუსტად იმავე ბოროტების მიღება საკუთარ თავზე, რასაც წლების განმავლობაში სხვებს აყენებდნენ. 3. კავშირი თანამედროვეობასთან. ეს კანონი უცვლელად მოქმედებს თანამედროვეობაშიც. ნებისმიერი აგრესორი და ბოროტების იმპერია, რომელიც დღეს სხვას ანადგურებს, არღვევს პირობას, კლავს და თავს დაუმარცხებლად მიიჩნევს, ზუსტად იმავე ფინალისკენ მიდის. ძალადობასა და სიცრუეზე დაშენებული ყოველი სისტემა ადრე თუ გვიან საკუთარი მეთოდებითვე ინგრევა.